გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ამჯემპრის ქსოვას და სად ვართ, ნახოთ. წინა ვიდეოში დავამატეთ აქ უკუღმა თვალი უკვე და მოვგსოვეთ ორი რიგიც. ვინც ნახავთ ამ ვიდეოს და დაგაინტერესებთ და არიცით რა ხდება, ნახეთ წინა ვიდეოები, ეწერება რომელი ვიდეო მერამდენია და იმის წინ რამდენი ვიდეოა, ერთი სიტყვით ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემას. ახლა ვართ. მე აქ აღარ მაქვს მეტი მოგსოვილი და განვიხილოთ აქ. გვაქვს 31 რიგი იყო, 32, 33, 34, 35 რიგი, 36, 37 და 38 რიგი. ახლა ნახე, 38 რიგი არის, აი აქედან გაზომე, ამის ზევით არა, აი როცა დავიწყეთ მატება, დაახლოებით უკვე რომ უნდა დასვა კიდე ამ წაღმებში ახალი კუნძული შუა უკუღმა თვალი უნდა იყოს სადღაც 18 სანტიმეტრი დაახლოებით. რადგან ჩვენ ვიცით, რომ აუცილებლად აქ უნდა იყოს ზემოთ და არ უნდა მოხვდი აქ და არ უნდა მოხვდი ამის ქვევით, არ უნდა წამოვიდეს. 40 რიგი უკვე შენ დამთავრებული უნდა გქონდეს ეს კუნძულიც და ჩვეულებრივად უნდა იწყებდე ქსოვას. ახლა ნახე, დავსვით ხო ერთი უკუღმა თვალი, ეს არ არის მატება, ამიტომ ავღნიშნე აი აქ უფრო სხვანაირად, ეს იყო 7 წაღმა თვალი, 7 წაღმა თვალში შუა ჩავსვით ჩვეულებრივად ერთი უკუღმა თვალი მოგსოვე. ჩვეულებრივად ამოიყვანე წაღმა თვალზე უკუღმა თვალი, რადგან ზუსტად აი ასეთი გადასვლა უნდა გქონდეს ჩვენ წაღმა თვალიდან უკუღმა თვალზე. ახლა მოგსოვე უკვე ორი რიგი. შენ გაქვს ეს სახე, ხო? ახლა ნახე აქ უკვე ახალი სვეტები გაჩნდა. სამი წაღმა, სამი წაღმა, სამი წაღმა, სამი უკუღმა, სამი წაღმა, სამი უკუღმა, სამი წაღმა, აქაც სამი უკუღმა და ეს თავისთავად სამი წაღმა და ეს არის ეს სახე, აი ამ ძირითად სვეტებს შორის, რაც ჩვენ ახლა ვუმატეთ და შევქმენით ეს ამ სამ აი ამ წაღმებს შორის. ყველა სვეტში ერთი და იგივე სახე უნდა გქონდეს. ახლა რას ვაკეთებთ? უკვე მოგსოვილი გაქვს ორი ჩვეულებრივი რიგიც და ნახე. სამი წაღმა და ამ ერთ უკუღმას აქ პლუს ერთი აქეთ, პლუს ერთი აქეთ უკუღმა. ერთი უკუღმა ხო გქონდა? დაუმატებ თითო უკუღმას აქეთ და იქით, ერთ მხარეს არა, ორივე მხარეს თითო თვალს. ესე იგი, აქ თავისთავად იქსოვება უკვე სამი უკუღმა, აქ გარედან თავისთავად ეს ძირითადად სამი წაღმას თვალი მოდის სვეტი, აქ და სამი უკუღმა ამ სვეტში ახალი რო შეიქმნა აქედან და ეს სამი წაღმა თვალი, ეს ძირითადი სვეტი. თავისთავად აქ აღარ ვწერ ამას. აი ამათ შორის შევქმენით ყველა სვეტში, ესენია ძირითადი, აი ესენი, ეს მთლიანი სახე.
ახლა აქ ჩვენ ავღნიშნოთ, რომ აქ უკვე ვუმატეთ ჩვენთან ორი თვალი, ხო? აი ასე, აქ აგვაქვს ამ რიგზე მატება ერთ უკუღმას აქედან +1, აქედან +1. ორი თვალი ვუმატეთ და გახდა სამი უკუღმა თვალი. ნახე ახლა, ეს კუნძული ხო შევქმენით ჩვენ აქ წაღმართლები. ეს კუნძულიც დაიშალა, გავიდა 3-3 და ის მეშვიდე უკუღმა რო დავსვით, კიდე ვუმატეთ ორი რიგის შემდეგ თითო თვალი და ახალი 3 უკუღმა თვალი 1/7 კიდე წარმოიშვა. ახალი, აი ეს უკვე ახალი სვეტია. ახლა ნახე შენ. ახლა ჩვეულებრივად მოგსოვა მათ. აი როგორც აქ წერია ახლა ასე. მოდი აი ბოლო სახე მოდი ვნახოთ ახლა რა ამის შემდეგ რა მივიღეთ. ეს გექნება შენ 38, 39, 40, მე-40 რიგი უკვე უნდა გქონდეს აწყობილი აი ასე 3 წაღმა, 3 უკუღმა, 3 წაღმა. აქ უკვე 3 უკუღმა ახალი სვეტი წამოვიდა, 3 წაღმა, 3 უკუღმა და თავისთავად 3 წაღმა, ხო? აი ეს არის ერთი მთლიანი, უკვე მე-40 რიგზე შენ უნდა გქონდეს ეგ სახე. მე აღარ მაქვს მეტი მოქსოვილი, მაგრამ როგორც აი აქ გავაწყვე ეს რიგი, ეს უკვე უნდა გქონდეს შენ. ეს არის დაახლოებით პლუს-მინუს მე-40 რიგი. აქედან, ახლა აქედან რას ვაკეთებთ ნახე. ამის შემდეგაა საქმე. ახლა აქ ნახე, მე აი ასეთ ნიშანს გავაკეთებ და აქ დაახლოებით უნდა მოგსოვო 10 რიგი. ახლა ზუსტად მე ვერ განვსაზღვრავ, რადგან გადაზომავ შენ და იმის მიხედვით უფრო ზუსტად შეიძლება 39 რიგი მოგსოვო, შეიძლება 39 არა, 9 რიგი მოგსოვო, შეიძლება 11, არ ვიცი, უნდა ჩამოხვიდე უკვე, რომ ხრები დავტოვოთ, სახელოები. აი იქ უნდა იყო 40 რიგის შემდეგ პლუს-მინუს 10 რიგი დაახლოებით. აი ამ სახით უნდა მოგსოვო უკვე. გაიყო ყველა 3-3 თვალია სვეტებში, წაღმას მოყვება უკუღმა სვეტი, უკუღმა სვეტს წაღმა სვეტი, წაღმა სვეტს ეს უკუღმა სვეტი, ახალი შეიქმნა ბოლოში უკვე ეს წაღმა სვეტი, უკუღმა სვეტი, წაღმა სვეტი და შემდეგ იწყება თავიდან, აქ იწყება თავიდან, სულ ერთი და იგივე სახე უნდა გქონდეს მთლიანად ირგვლივ. და აი ამ ხელას აქ რომ მოგსოვ უკვე, აქ დავაწერო, რომ უნდა დავტოვოთ ახლა მკლავები. აი აქ და რას ვაკეთებთ? აი ამას რომ მოგსოვ, დაახლოებით გეუბნები, შენ გადაზომე, გადათვალე, რა გჭირდება, რამდენი გჭირდება და იმის მიხედვით. მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინე, რომ ეს მეორე კუნძული უკვე რომ გაიყო ეს და აი ეს 3 უკუღმა რო დაჯდა აქ, ამას რომ მოგსოვ დაახლოებით 4, 5, 8 რიგი არ ვიცი, უკვე აქ უკვე მკლავები იწყება და შენ აი ასე უნდა გამოგივიდეს ეს ზემოთ აქ და არა აქ. აი ამას დააკვირდი, სად როგორ მოხვდება და რა მოხვდება. ახლა ნახე ჩვენ უნდა დავტოვოთ მკლავები. აი აქ ეს თვალსაჩინოება კარგი რამეა. მაგრამ შეძლებს დაგვარად რა ვიცი, აბა. აი ასე.
კი იქსოვება ეს ჯემპრი, მაგრამ აი ახლა უნდა გავუშვათ ჩვენ მკლავები. კარგი, რაღაცა გამოვიდა, ხო, აი ასე და აი ასე, ხო დაემსგავს, არა ჯემპერს, ხო დაემსგავს. ოკეი. აი ეს ყელიანი ჯემპრი, მშვენიერი გამოვიდა. მეტი რა გზაგვაქვს. აი ასე. ახლა ვართ, აი ნახე სად ვართ. მკლავები რომ უნდა დავტოვოთ, აი შენ უკვე ეს უნდა ამ რიგებს მოქსოვილი პლუს მინუს იმიტომ გეუბნები, არ ვიცი როდის ჩამოხვალ აქ. აი აქ ეს ყველაფერი უკვე მოქსოვილი გამზადებული უნდა იყოს აწყობილი და ამდენი რიგიც უკვე თავისუფლად ქსოვ ჩვეულებრივად, აქ აღარაფერს არ ცვლი. ამიტომ გეუბნები, დაახლოებით მე-40 რიგი უკვე, აი აქ ხარ, ეს უკვე ააწყვე ბოლოს სვეტიც, 38 რიგზე სადღაც და შემდეგ მოქსოვ ჩვეულებრივ გეუბნები 10 პლუს მინუს რაღაც და აი ახლა ხარ აქ. ახლა როგორ დავტოვოთ მკლავები? მე აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ ეს თავიდან რა არის და რა იყო, ეს პირველი თუ მეორე მგონი მეორე ვიდეოში ვთქვით და გავანაწილეთ ჩვენ მხრები, ზურგი, წინაგული, ყველაფერი რა მოგხსოვეთ, როგორ ესენი საიდან მოვიდა აქ გაქვს და იცი და ახლა ნახე. ჩვენ შუაში ხო დავტოვეთ 3 სვეტი. და უკუღმა თვლებზე დავსვით სანიშნები აუცილებლად. ახლა ნახე, ამას გარეთ ხო აქ თითო სვეტი. აი ამ სვეტებიდან ვიწყებთ ჩვენ მკლავის გამოყვანას. ჩვენ ხო რეგლანი არ გვაქვს. ირგვლივ როგორც ვუმატეთ, ასე აქედან უნდა გამოვეყვანოთ მკლავები. კიდევ თავიდან გეუბნები. ეს რაც დავაყენეთ აქ, უკუღმა თვლებზე ზის, გარეთა სვეტები აქედანაც. აი ამას ჩამოყევი და ეს არის ჩვენი, აი აქ არის ჩვენი, ნახე ზუსტად რომლებია მკლავი რო გამოვყოთ ცალკე. ეს მოვნიშნოთ ახლა. ეს ხო ამხარი, ერთი მხარე არ აქვს მნიშვნელობა, საით არის ზურგია, წინ არის, რა არის, აი გარეთ ეს შიგით ასვეთს არ ჩამოყვე. ეს არის მხარი, 3 რო არის. ამის შიგით არ ჩამოყვე, გარეთ ასვეთს ჩამოყევი და აი აქ. აქ დავსვამ ახლა მე, ნახე. ეს მოვაყოლე მხრებისკე. კლავზე, რავი, როგორც ქვია. ახლა მეორე ნახე, ეს ხო აქ. მხარის მეორე სანიშნი. გარეთ ასვეთს ჩამოყევი. აი აქ. და წაღმების დასასრული, სვეტის დასასრული უკუღმასთან და წაღმებს შუა დასვი სანიშნი. ახლა ეს სადღაც ნახევარქცოვაშია გაჩერებული, შენ როცა იქნები აქ რო იქნები და ამდენი გექნება მოქსოვილი და ნამატები, ხო? უკვე გექნება აქ საკმარისი თვლები. და ახლა ნახე აქ რას ვაკეთებთ ჩვენ. დავბრუნდები უკან, ჩათვალე რომ მე იქ ვარ, სადაც შენ მხრები უნდა გააკეთო, მკლავები და გეტყვი რა გავაკეთოთ. ახლა ან წინ უნდა წავიდე, ან უკან რომ მიუახლოვდე, ხო, სადღაცას იმ მკლავს. აი ასე. ნახე ახლა. მოდი ეს აქეთ არა. აი
ამ სვეტზე უნდა დავსვათ, ხო? და აი ამ სვეტზე მხარის 3 ძალია შიგნით, გარეთა სვეტზე ჩამოვდივართ და აქ გარეთა სვეტზე. სადაც გავასწოროთ აქ. გარეთა სვეტზე ეს არის მხარი, გარეთა სვეტზე აი აქ მოვაქციეთ შიგნით მხარზე, მკლავის მხარეს. აი ასე. ახლა ნახე. ხო მოვნიშნე მე აქედან აი ესენი, ხო? გარეთები, აი ესენი. ჩავყევი ახლა აქეთაც და აი ეს არის მკლავი. აი ეს ანიშნები. ახლა ნახე. გასაგები რო იყოს, აი შემოვატრიალებ და გეტყვი. ახლა ეს რაც მოვნიშნეთ ჩვენ აქ მკლავი რო უნდა დავტოვოთ და მოვგსოვოთ ტანი. ეს რო პირდაპირ დავტოვოთ ასე, ხო? და გადავიყვანოთ მკლავი და პირდაპირ ასე, ხო უნდა გადავაბათ აქ, რო ეს მოვგსოვოთ შემდეგ ირგვლივ. ეს რო ასე პირდაპირ გადავაბათ, აი ნახე აქ მკერდის მხარეს ასე წაიღებს ამას მოჭიმავს ეს აქ იღლიაში ხო უნდა გადააბა და იქ მოკაჩავს იქიდან და აი ესენი ეს სვეტები აი ასე წაგივა მკლავის ქვეშ და აი ასე დაგეჭიმება და ეს ადგილი აი აქ ძალიან ცუდად გამოჩნდება და ესენი აქ მიიხვეტავს ასე ვთქვათ შიგიტკე წაიღებს იმიტომ რომ ამას არა აქვს ადგილი აქ პირდაპირ მიაბიშენ და რო ჩაიცვა ასე დაგიჭიმავს აი ასე წაიღებს ზუსტად ასეთ ფორმას მიიღებს შემდეგ ტანზე ამიტომ ამისთვის რას ვაკეთებთ ნახე მოვნიშნე კლავები უნდა გადავიყვანო ახლა ცალკე დავტოვო და მოვგსოვო ტანი და სანამ გადავიყვან და სანამ დავტოვებ ასე ვერ შევაერთებ და ნახე რას გავაკეთებ ახლა ეს ანიშნი აქ ნუ ეს ვიცით რო აქ არის აი აქ დავტოვებ აი რომ ხელი არ შემიშალოს ეს ამისთვისაა ხო ახლა ნახე მაქვს 3 წაღმა დავტოვებ მკლავის მხარეს საიდანაც მოვნიშნე აქედანაც მაქვს 3 წაღმა ბოლო რომელსაც ვტოვებ მკლავის მხარეს და მოვნიშნე ახლა ნახე აქ დამრჩა 3 უკუღმა აქეთაც 3 უკუღმა და მე როცა შევაერთებ ამას უკუღმებს და დავიწყებ ქვევით ქსოვას ეს უნდა გავასწორო აქ და ისე დავალაგო რომ არ იყოს ბევრი უკუღმები ერთად ან ბევრი წაღმები ერთად აქაც ზუსტად 3 უნდა წავიდეს სვეტები წაღმების და უკუღმების და პლუს უნდა ვუმატო რომ ეს რაც გითხარით წეღან ასე არ მიიხვეტოს შემდეგ და არ მოჭიმოს ეს არ დაეზიდოს აქედან და ასეთი გადაბმა უნდა გავაკეთოთ უნდა ვუმატოთ ეს არის მკლავის სვეტი ხო უკვე მოვნიშნეთ ნახე პირველი თვალი ამოვიყვანე შემოვატრიალე და დავტოვე 1 ეს არა ეს აქ იყო ეს წაღმა იყო 1 თვალი დავამატე შემდეგ 2 თვალი დავამატე შემდეგ 3 თვალი დავამატე 4 5 6 7 8
9 10 ნახე ხო ზუსტად 10 თვალი დავამატე. პირველ რიგში ახლა გეტყვი რატო ჩამოვაქსოვე ასე. ხო შეგვიძლია რომ ასეც დავამატოთ, ხო აი ასე რომ ამოვიყვანთ, მაგრამ ასეთი დამატების დროს შემდეგ რომ მოვალ და ვქსოვ, აქ ბევრ ძაფს მიტოვებს და მერე არ ვიცი ეს ძაფი აქ სად უნდა წავიღო. ამიტომ არ მინდა ასეთი დამატება და ჩავაქსოვე ახლა ასეთნაირად როგორც გავაკეთე ნახე ხო? და არ დამიტოვებს არანაირ ძაფს. და რატომ 10? დაახლოებით 8-10 თვალი მჭირდება მე რომ გაიწიოს ამან აქედან იქ რო დავამატებ ახლა ეს მოვა, აი ნახე სად მოვა, აი ეს იქნება აქიდან აქამდე, აი ეს. და აღარ მომიჭიმავს მე და არ დაეზიდება მკერდის მხარეს და ზურგის მხარეს ჯემპრს, გაიწევს და დადგება კარგად, როგორც მინდა ისე. და რატომ 9 თვალი? 10 თვალი უფრო სწორად. 1 თვალი მჭირდება გადაბმისთვის და 9 თვალი მჭირდება. მე ხო გითხარი, აქაც უკუღმა მაქვს ახლა 3, აქაც უკუღმა მაქვს 3, რომ დავიწყო ტანის ქსოვა და არ უნდა მოხვდეს ბევრი უკუღმა ერთად ბევრი წაღმა. რამდესაც დავამატებ, ისე უნდა ავაწყო ის თვლები, რომ სულ 3-3 იყოს აქაც. მერე რა რო აქ თვლები ჩავამატე. სვეტები უნდა წავიდეს ჩვეულებრივ, არ უნდა აირიოს. ამიტომ 3 უკუღმა, 3 წაღმა, 3 უკუღმა, 3 წაღმა, რადგან აქაც უკუღმებია და ამათანაც 3 წაღმა უნდა მოხდეს. იმედია გასაგებია. 9 თვალი და მე-10 თვალი უნდა გადავაბა რა სად? ახლა ეს უნდა გადავქსოვო მე იქეთ, ხო გადავიდე და როცა მივალ და გადავქსოვი რა ქვია აი ამას გადავაბა, იმ თვალთან უნდა დავამაგრო ხო რაღაცნაირად. ამისთვის მჭირდება ის 1 თვალი იქ. აი ის მე-10 თვალი მე გავითვალისწინე იმისთვის რომ იმ თვლებთან გადავაბა ეს თვალი და დანარჩენებს ჩვეულებრივად გადავიყვან. და ნახე რას გავაკეთე. შენ შეგიძლია ნემსით გადაიყვანო, შეგიძლია ჩხირით გადაიყვანო, არ ვიცი, მე უბრალოდ ახლა საჩქარო და აი ასე ჩხირზე გადამყავს ეს თვლები, რომ უნდა დავტოვო. შენ შემდეგ როგორც ძაფზე გადაიყვან, არ ვიცი, როგორც მოგიხერხდება, რომ შემდეგ კლავები ცალკე დატოვო და ტანის ქსოვა გააგრძელო. ამას ხო აღარ ქსოვთ, ჩვენ ტოვებთ, ხო? როცა მოქსოვ ჯემპრს და სიგრძეში ტანს, შემდეგ გააგრძელებ და მოქსოვ მკლავებს. აი ნახე მოვედი მონიშნულ ადგილას, რაც მკლავისთვის განვსაზღვრეთ ჩვენ, აი ეს. აი ასე, დავტოვე, ახლა ნახე, აქედან წამოვალმე, სადღაცა უნდა გავწიო, მინდა უბრალოდ, რომ
თვალსაჩინოდ გავაკეთო, რომ შემდეგ რა გააკეთოთ. ეს მკლავისთვის განსაზღვრული თვლები გადავიყვანი და დავტოვე მე. ჭხირებზე დავტოვე, ძაფზე დავტოვე, ნუ სადღაც დავტოვე. ეს თვალი ხომ შემოვიტოვე აქ, შევინახე მე, მეათე თვალი, რო გადავაბა. ახლა აი აქ მჭირდება. და ნახე რას გავაკეთებ. 1-2 უკუღმაა ეს, ხო? მაშინ ესაც მე უკუღმა უნდა ამოვიყვანო. და გავაგრძელე ქსოვა. მიხდი ხო რაი რა გავაკეთე. ნახე დავტოვე მკლავი, ვუმატი აქ 9 თვალი, რომ სიგრძეშიც მოვქსოვო, შემდეგ ამ მკლავზეც ჩვეულებრივად როცა დავიწყებ ქსოვას, ეს 9 თვალი აქეთაც წამოვა. და აი ახლა რომ შემოვივლი აქ, ხო? აი ამ 9 თვალს ამოვკრეფავ ჩვეულებრივად და დავიწყებ ქსოვას ქვევით. ტანზე, აქ ასე არ დატოვო ეს. ეს თვლები ხო იმიტომ ვუმატე, რომ ეს აქ არ წამომივიდეს მე და ჩვეულებრივად მოვქსოვო. აი ასე. დავუშვათ ახლა შემდეგ, აი ეს მოვქსოვე მე, მოვედი აქ ირგვლივ, ხო? ვქსოვ, ნახე. და მოვედი აქ. აი ეს თვლები, რომელიც წეღან ავკინძე მე, ამოვიყვან 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 თვალი ხომ ვუმატე, არა? უი. ამ 9 თვალს ასე ამოვიყვან. აი ასე. დავტოვოთ აქვე, რომ არ დაიბნერო, სად წაიღო ის თვლები მერე. სიტყვაზე ვამბობ, ვინც დავუშვათ, შეიძლება ვერ გაერკვიოს რა გავაკეთე. 3 თვალი წაღმა, 3 თვალი უკუღმა, 3 წაღმა, 3 უკუღმა, სულ ჩვეულებრივად მოიქსოვება ახლა ეს და მოიქსოვება ტანი. ესენი ავიღეთ უკვე გვაქვს აქ. შემდეგ კიდევ ვამბობ, როცა მკლავის ქსოვას დაიწყებ, აქაც გექნება ეს 9 თვალი, გააგრძელებ ქსოვას მკლავის. ახლა ხო მოხვედი აქ. ეხლა კი ავიღეთ ეს თვლები, მაგრამ როცა გადაგქსოვ, 3 უკუღმა ხო გაქვს აქ. 3 წაღმა, 3 უკუღმა, 3 წაღმა და ჩვეულებრივად 3 უკუღმა, 3 წაღმა. ამ აქედანაც ჩვეულებრივად გააგრძელებ ამ სვეტების ქსოვას 3 წაღმა, 3 უკუღმა. ჩვენ ხო აღარაფერს ვუმატებთ აქ, აღარაფერს ვცვლით, ვქსოვთ სვეტებს 3 წაღმა, 3 უკუღმა. აქაც ზუსტად ისე ჩასვამ და ისე მოგსოვ ამ სვეტებს. იმიტომ დავამატე 9 თვალი, რომ გაითვალისწინო აქ რო უკუღმები დაგვრჩა ჩვენ, შუა გვჭირდებოდა 2 სვეტი წაღმა, შუაზე 1 სვეტი კიდე უკუღმა, რომ ეს 3 თვალი ასე გააგრძელო აქედან და მოგსოვო ქვევით. ასე გააკეთებ მეორე მხარესაც. ამ მკლავს ასე დატოვებ, ასე ჩაამატებ და შემდეგ ასე დააყენებ იმ სვეტებს და მოგსოვ. და ასევე მკლავთანაც, როგორც ეს მკლავიც ზუსტად უკვე ისია განსაზღვრული და აწყობილია ის კუნძულები და სვეტები, აღარაფერი არ იცვლება, სულ 3-3-ს ქსოვ და ეს აქედან ახლა შეხედე შემობრუნდი შენ მოგსოვე ტანი.
აიღე მკლავი უკვე უნდა მოგსოვო, მაგრამ შენ აქ პირიქით გაქვს, ნახე, 3 წაღმა გაქვს, როგორც აქ იყო უკუღმები. აქ რო გაქვს 3 წაღმა, გაქვს 9 თვალი. 3 უკუღმა, შუაზე დაგრჩება 3 წაღმა და ასე მოგსოვ ამ მკლავს. აი ასე გაყოფ ამ სახელოებს, ასე დატოვებ ტანისგან. ამ ტანს მოგსოვ შენ ეს ხო დატოვე მკლავი. ხო დაიწყე ტანის ქსოვა. ხო აწყვე ყველაფერი. დაახლოებით ეს სვეტები ასე უნდა მოგსოვო, აი ეს შეხედე. აქედან აქამდე სადა რეზინამდე გეუბნები მე, რეზინამდე. უნდა მოგსოვო, აი ამის შემდეგ ხო დააყენე ეს მხრები ხო გაუშვი მკლავები. აი აქ დაგეხაზავ ახლა ასეთნაირად და გასაგები იქნება. უნდა მოგსოვო დაახლოებით 30 რიგი, არ ვიცი პლუს მინუს. შენ რამ სიგრძე გჭირდება ეს ჯემპრი, რა მოდელი გჭირდება, როგორი გჭირდება, მაგრამ არ უხდება ამას ძალიან გრძელი, რაც იყო მოცემული დაახლოებით, მე იმას გეუბნები, რეზინამდე დაამატე პლუს მინუს 30 რიგი. იმიტომ რომ მე არ ვიცი, კიდევ ამბობ, რა სიგრძე მოუწევს, როგორ ქსოვ, ხელსაც გააჩნია, ძაფსაც გააჩნია, რამდენად სიგრძეში წამოვა და უნდა გაითვალისწინო რომ რა. დაახლოებით რეზინას რო დაიწყებ, რეზინა უნდა მოგსოვო, რაც ამ ჯემპრის მოდელს უხდება და არის 14 სანტიმეტრი მაინც უნდა მოგსოვო. დაახლოებით. ეს იქნება სადღაცა 20-25 რიგი. არ ვიცი. დაახლოებით, იმიტომ რომ არ უხდება ამას ძალიან პატარა რეზინა, რაც მოცემულია, სიგრძეში კარგი გრძელი უნდა იყოს რეზინა და ახლა ეს რამდენია, ვათ 15. აი დაახლოებით ამ სიგრძე უნდა მოგსოვო, აქედან რო აი 15-14 სანტიმეტრი რეზინა. ეს გაითვალისწინე, რომ აი ეს რამ სიგრძე მოგსოვო, აქედან აქამდე. და ახლა ნახე რეზინა როგორი უნდა იყოს. დაუბრუნდეთ ჩვენ სვეტებს. შენ ხო ქსოვ სვეტებს 3-3 ხო? 3 უკუღმა, 3 წაღმა. აღარაფერს ცული გეუბნები ესენი რო დატოვე და ცulis ქსოვ სულ 3-3. აი ნახე ახლა ხო გვაქვს 3 წაღმა, 3 უკუღმა, 3 წაღმა და ასე შემდეგ. აქაც სვეტია, აქაც ერთი სიტყვით უკვე ვიცით, რას ვაკეთებთ. ახლა ნახე 3 წაღმა რო გაქვს. აი ეს ხო მოდის მთავარი 3 წაღმა, შემდეგ სადაც ჩავსვით ჩვენ ეს კუნძულები. აი ამ 3 წაღმაში შუა აიღე უკუღმა. რეზინას როცა დააყენებ, მაშინ გეუბნები. წაღმა, უკუღმა, წაღმა. შენ ხო გაქვს აქ 3 უკუღმა, შემდეგი ხო აი ეს სვეტი ხო 3 უკუღმა. უკუღმა შუაში წაღმა თვალი აიღე და უკუღმა. შემდეგ ხო გაქვს შენ ისევ 3 წაღმა ეს სვეტი. წაღმა ხო გაქვს. შუაში აიღე ერთი უკუღმა. იქით-აქეთ წაღმა დატოვე. შემდეგ ეს სვეტი მოდის ხო უკვე და არის 3 უკუღმა. შუაში წაღმა აიღე. წაღმებში შუა უკუღმა აიღე. უკუღმებში შუა ერთი წაღმა აიღე და გამოგივა მთლიანობაში რეზინა ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. აი ეს სვეტები რეზინას რო დაიწყებ, ასე უნდა დაშალო. წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, თითო
ერთი სულ ირგული მთლიანად ამ ჯემპერს ირგული რეზინა უნდა მოაქვსო ერთი წაღმა ერთი უკუღმა ისე რომ აი ეს წაღმათვლების გარეთები ისევ პირდაპირ მიყვება უკუღმათვლების გარეთები პირდაპირ მიყვება და შუაში ჩაუსვამ თითო წაღმას თითო უკუღმას როგორც გაჩვენი აი აქ რო გაგეკეთებინა და აი ამ რეზინას ასე მოქვსო 14-15 სანტიმეტრს და დახურავ თვლებს აქ ხო დახურია ახლა თვლები კანი მოქვსოვე დახურე თვლები და გადმოვედით ახლა მკლავები გვაქვს მოსაქვსოვი ამ მკლავებზე შენ უკვე სვეტები სამ-სამი თვალი გააქვს აწყობილი აწყობ აქაც როგორც გითხარი ისე სამ-სამს და სულ სამ-სამს მოქვსოვ ახლა ამ ჯემპერის მოდელი რა არის ნახე სადამდეა ეხლა ეს რა ვიცი და აი იდაყვი ნახე მოხარი ხო აი ასეთნაირად მეცინება ჩემ ხატრობაზე აი ხო ეს უფრო ლამაზი გამოგვივიდა ერთი სიტყვით ნახე ახლა აი აქამდე იქსოვება ამ ჯემპრის მოდელში ეს რეზინა კი არა მთლიანად ჯემპრის მკლავი ამის ქვევით არ იქსოვება აქ უკვე მაჯა და ხელია ხო ასე ვთქვათ გასაგებია სადამდე და მოქვსოვ და აი ეს ამის აქამდე ჩამოქვსოვ და ამის შემდეგ ესაც დაახლოებით არ ვიცი რამდენი სანტიმეტრი მოუწევს არის რეზინა აი ეს რეზინა ასე უნდა აწვო აქაც ზუსტად იმიტომ რომ აქაც სამ-სამი სვეტი გაქვს რამდენი გაქვს 5-6 7 სვეტი რა ვიცი ახლა მკლავზე ზუსტად აი ასე უნდა აწვო როგორც აქ სამ წაღმაში უკუღმას ჩასვამ შიგნით და სამ უკუღმაში წაღმას ჩასვამ შიგნით რეზინას რო აწვო და მოქვსო და შენ ახლა ამას სად მოქვსოვ არ ვიცი მე შენი გადასაწყვეტია შენი გემოვნების შეიძლება ახლა ეს ხო ამ ხარი თლიანი ხო აი ასე ახლა ხელი აი და ჩამოვედით მაჯა არის უკვე აქ ხო და ხელია გაწვა ახლა შენ თუ გინდა მივაბათ ვიღაცას ეს შენ თუ გინდა მთლიანად მოქვსოვე და გაითვალისწინე მაჯამდე რამდენიღაცა სიგრძე დაუტოვო პატარა არ უხდება პატარა რეზინა ამას რო დავშალოთ ეს სვეტები აი გაითვალისწინე აქედან რომ მოქვსოვო კარგი სიგრძე აი აქედან აქამდე სულ ხო თუ მკლავიანი გინდა მე ამას გეუბნები თუ აქამდე ქსოვ ამ ჯემპერს და სინამდვილეში ამ ჯემპერის მოდელი არის აქამდე უნდა მოქვსოვო მიხდი ხო ნახევარი მკლავი აი ახლა უყურე ეს ხო ამ მთლიანად არ ვიცი შენ თუ აქამდე გინდა რომ მოქვსოვო სადღაც აქედან დაიწყე რეზინა და თუ შენ ჯემპერის მოდელი აქამდეა აი მხარი ახლა აი აქამდეა შენ აქედან უნდა დაიწყო რეზინა მაშინ იმიტომ იმას თავის სიგრძე უნდა არ უხდება მოკლე კიდევ ამბობ და აი აქამდეა ამ ჯემპერს თავისი მოდელი რაც არის რეზინა ერთი სიტყვით ახლა შენი გადასაწყვეტია რომელიც აირჩევ რას მოქვსოვ და ჯემპერის მოდელი რაც არის კიდე გეუბნები აი აქ და ეს თვითონ ის რაც არის საიდანაც ავაწყვეთ ახლა ეს ამდენი ისტორია გაქვს ხო შენც ის ფოტო და იმითაც შეგიძლია იმ ხელმძღვანელო და მოქვსოვო რა და ვისაც დაინტერესებს კიდე ამას ვამბობ რომ თვითონ ჯემპერს თავის მოდელზე აი აქედან აქ რეზინა აქამდე და განსაზღვრეთ რა სიგრძე გჭირდებათ ტანზე კიდე აი ეს რეზინარს როცა დააყენებთ აი ასე დავშლი იმიტომ რომ სვეტები ასე უნდა დაშალოთ და ასე უნდა მოქვსოვოთ რამ სიგრძე უნდა იყოს არ არის ძალიან გრძელი ჩვეულებრივი სიგრძის ჯემპერია თვითონ თავისი მოდელით განსაზღვრეთ რომ 12-14 სანტიმეტრი აუცილებლად უნდა იყოს რეზინა დაახლოებით მანამდე კი აი 30 ამის შემდეგ უნდა მოქვსოვო როცა მკლავებს დატოვებ 30 რიგი პლუს მინუს აქედან აქამდე მკლავებს რო დატოვებ და
აქამდე რაქნათ კიდე უკვე 4 ვიდეოა თუ 5 არ ვიცი ვლაპარაკობთ ხო? ერთი სიტყვით ეს არის ბოლო. მე მგონი მოვგსოვეთ ჯემპრი. შვიდობაში ბედნიერებაში ჩაიცვით და ისე ამოვნეთ თქვენი ნამუშევრით. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ. თუ რამე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ აქ დაწეროთ, პირადში გამოგზავნოთ.